თბილისის სამინისტრო რადიო იმედზე. თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტზე ბუნებრივი გოგირდოვანი მინერალური აბაზანები, სამკურნალო ტალახის, პარაფინის აპლიკაციებით, ფიზიოთერაპიული პროცედურებით, წყალქვეშა მასაჟებით და კვალიფიციური სამედიცინო პერსონალის მომსახურებით მთელი რიგი დაავადებები ინკურნება. მე როგორც დაგვირდით, სტუმართან ერთად შემოგიერთით ექიმი კურორტოლოგი, მედიცინის აკადემიური დოქტორი მანანა ტაბიძე მოგვიყვება დღეს თბილისში არსებულ ბალნეოლოგიურ ცენტრზე. მოგესალმებით ქალბატონო მანანა, დიდი მადლობა სტუდიაში მოგწონებისთვის. თემა ძალზედ მნიშვნელოვანია, აქტუალური და ვფიქრობ ძალზედ საინტერესო. უპირველეს ყოვლისა მე მინდა ვისაუბროთ, გავიხსენოთ ბალნეოლოგიური კურორტის ზოგადად ისტორია, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო ისტორია და ძალიან არაერთ ათწლეულს ითulis. თბილისის თერმული წყლები ოდითგანვე ცნობილია თავის სამკურნალო თვისებებით. ჯერ კიდევ მე-10 საუკუნეში არაბი გეოგრაფი იბნ ჰაუკალი გაკვირვებით წერდა თავის ნაწერებში, რომ თბილისში არის წყალი, რომელიც ცეცხლის გარეშე დუხსო. შემდეგ ძალიან ბევრი მოგზაური, ცნობილი პიროვნება გაკვირვებული და სასიამოვნოდ გაკვირვებული იყო თბილისის აბანოების დადებითი ზემოქმედებით და მხოლოდ მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში გერმანელმა გეოლოგმა ვილჰელმ აბიხმა მოახდინა თბილისის თერმალური სულფიდური მინერალური წყლების აღწერა, შესწავლა, მან დაგვიტოვა ის გეოლოგიური რუკა და სწორედ აბიხმა აღნიშნა, რომ თერმალურ მინერალურ წყლებს აქვთ სამკურნალო თვისებები და მათი გამოყენება შესაძლებელი იყო ფართედ მოსახლეობის სამკურნალოდ. და 1884 წელს თბილისის ქალაქის საბჭოს ერთ-ერთ კომისიაზე ცნობილმა პუბლიცისტმა ნიკო ნიკოლაძემ დააყენა საკითხი, რომ აი თბილისის მინერალური წყლების ბაზაზე შექმნილიყო ბალნეოლოგიური კურორტი. თუმცა ეს წინადადება იმ პერიოდში მიღებული არ იქნა და 1924 წელს ცნობილმა კურორტოლოგმა მიხეილ ზანდუკელმა ისევ თბილისის ქალაქის საბჭოს წინაშე დააყენა საკითხი, რომ ერთ-ერთი ერეკლეს აბანოს ბაზაზე შექმნილიყო ამბულატორიული სამკურნალო დაწესებულება, რომელიც თბილისის მინერალური წყლები და სამკურნალო ტალახით გაუწევდა დახმარებას მოსახლეობას. ეს შესრულდა და დაიწყო ირაკლის აბანოს ბაზაზე ამბულატორია ფუნქციონირება. 1930 წელს შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელსაც დაევალა დაემუშავებინა აბანო თუბნის და ორთაჭალის ტერიტორია, შეიქმნათ გენერალური გეგმა, რათა გაშენებულიყო შემდგომისთვის ბალნეოლოგიური კურორტი. და დამტკიცდა სანიტარული ზონები, დამტკიცდა ტერიტორია, რომელიც დაახლოებით 200 ჰექტარს უნდა მოეცვა და 1934 წელს დაიწყო მშენებლობა, რომელიც გაგრძელდა 1937 წლამდე და 1938 წელს არქიტექტორების კალაშნიკოვისა და ჟიტნიკოვის პროექტით აშენდა მშვენიერი შენობა, თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი, ანუ ეს პოლიკლინიკური განყოფილება და 1938 წლიდან ფუნქციონირებს ეს მშვენიერი სამედიცინო პროფილაქტიკური დაწესებულება, რომელიც აი მომავალ წელს 80 წელიწადს გადაიხდის თავისი დაარსებიდან. მსოფლიოში სულ ორ-ორი დედაქალაქია, ერთი არის ბუდაპეშტი და მეორე თბილისი, სადაც ქალაქის შუაგულში არსებობს კურორტი, როგორც ასეთი ბალნეოლოგიური კურორტი და იმდენად საინტერესოა ბალნეოლოგიური კურორტის საქმიანობაც, მისი ისტორიაც, რომ ორიოდი სიტყვით მინდა ცოტა გავშალოთ ეს საკითხი. საერთოდ კურორტი ყოველთვის კურორტი თვითონ სიტყვა გერმანულია და ნიშნავს კურ სამკურნალო ადგილი და ორთ ადგილი და სამკურნალო ადგილს და
როდესაც ქალაქის შუაგულში არის საშუალება იმისა, რომ არსებობდეს კურორტი, ანუ გამჯანსაღებელი დაწესებულება, ყოველთვის ჩვენი მიზანია პოპულარიზაცია გაუწიოთ, რადგანაც ჩვენი მკურნალობის ძირითადი ფაქტორები არის ბუნებრივი ფიზიკური ფაქტორები, ეს არის მინერალური წყალი და სამკურნალო ტალახი და თქვენ ისეთ რომ ბუნებრივი ფიზიკური ფაქტორები არ იმდენად დადებითად მოქმედებენ ადამიანის ორგანიზმზე და მათ არ აქვთ ისეთი გვერდითი მოვლენები, როგორც აქვთ თქვათ ფარმაკოლოგიურ საშუალებებს და ამ ბოლო პერიოდში ჩვენი სამედიცინო ბაზარი მოიცვა სამკურნალო ფარმაკოლოგიური საშუალებების უზარმაზარმა რაოდენობამ და დავიწყებული იქნა სამწუხარო დავიწყებული იქნა ბუნებრივი ფიზიკური ფაქტორებით მკურნალობის მეთოდიკები და თქვენ წარმოიდგინეთ რომ ფარმაცევტიულ ამ საშუალებებს ყოველთვის ძალიან ბევრი გვერდითი მოვლენები აქვს და ბუნებრივ სამკურნალო ფაქტორებს როგორიც არის მინერალური წყალი, ტალახი, კლიმატი, ანუ სუფთა ჰაერი ეს გვერდითი მოვლენები არ ახასიათებს ქალბატონო მანანა, დღეს ცენტრი არც სტანდარტული პოლიკლინიკა და არც საავადმყოფო და მოდით ვისაუბროთ კონკრეტულად იმ სერვისებზე, რომლებსაც მომხმარებელს თავაზობთ. ზუსტად განსხვავებულია ასეთი უნიკალური დაწესებულება, ის თავისი განსხვავება ზუსტად იმაში, რომ ჩვენ ძირითადად სამკურნალო ფაქტორებად გამოვიყენებთ თბილისის თერმულ მინერალურ წყალს და ახტალის სამკურნალო ტალახს, ასევე ზოგჯერ გამოყენებაში არის კომისის სამკურნალო ტალახიც. გარდა ამისა, დაწესებულებაში არის მძლავრი ფიზიოთერაპიული განყოფილება, ბალნეო განყოფილება, მასაჟის, სამკურნალო ფიზკულტურა და მასაჟის განყოფილება, მძლავრი დიაგნოსტიკური განყოფილება, როდესაც საშუალება არის მოსული პაციენტი არათუ სამკურნალო პროცედურები მიიღოს, არამედ ზუსტი დიაგნოსტირება მოხდეს მისი დაავადების თუ ეს პირველადად მოდის. ძალიან კვალიფიციური ექიმი კურორტოლოგები, თერაპევტები, ხაზი მინდა გაუსვა, რომ აი ექიმი, კურორტოლოგები და თერაპევტები მე მგონი აი ესეთი უკანასკნელი მოხიკანებივით დავრჩით თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის ბაზაზე, ვინაიდან თქვენ იცით, რომ საქართველოში საკურორტო სისტემა ბოლო 20 წლის მანძილზე ძალიან დაზიანდა სხვადასხვა მიზეზების გამო და თვითონ ამ სპეციალისტების რაოდენობაც საკმარისად შემცირდა. გულის ტკივილით მინდა აღნიშნო, რომ რაღაც ცოტა სახელმწიფოებრივი მიდგომაც არის საჭირო იმისთვის, რომ თუ ამ დარგში ახალგაზრდა სპეციალისტები არ მომზადდა და არ მოხდა მათი უკვე დასაქმება საკურორტო სფეროში და თუნდაც სპეციფიკა არ იქნა შესწავლილი, მაშინ ალბათ გაჭირდება, რადგანაც ძალიან ფართოვდება ბოლო პერიოდში სასიხარულოდ უნდა ითქვას აღდგენის პირას არის ჩვენი ცნობილი კურორტები ბორჯომი, წყალტუბო, ურეკი, შავი ზღვის სანაპირო, მთის კურორტები და თუ კადრებით არ იქნებიან ძალიან მნიშვნელოვანი დარგია და ამიტომაც საჭირო არის რომ მართლა სახელმწიფოებრივად შეიცვალოს მიდგომა, რადგანაც საჭიროა კადრების გაზრდა. აბსოლუტურად გეთანხმებით, ძალიან მნიშვნელოვანი დარგია და რასაკვირველია კადრების გაზრდა საჭიროა და რა მოხდა მაშინ, აი რატომ დაუშვათ ეს რომ თქვენ თქვით რომ ძალიან ცოტანი ვართ დარჩენილები და რამ გამოიწვია ეს? იცით რამ გამოიწვია? რადგანაც ჩვენი აი სანატორიული სისტემა თქვენ იცით 92-93 წლის შემდეგ, როდესაც ყველა სანატორიუმი დაეთმო აფხაზეთიდან ტოლვილებს აი ეს ძირითადად მე აღარ იყო საჭიროება ამ ექიმებს, აღარ იყო სანატორიუმი, აღარ იყო ექიმი და რა თქმა უნდა ახალგაზრდა არ წავიდოდა იმ დარგში, რომელიც პერსპექტიული არ იყო იმ მომენტისთვის. თუმცა მოდი ვთქვათ, რომ მოთხოვნადი და ძალიან საჭიროა. რა თქმა უნდა, ეხლა უკვე იწყება მოთხოვნა და ამიტომაც ალბათ სხვანაირი მიდგომა საჭირო. ეხლა დაუბრუნდეს ჩვენ ბალნეოლოგიურ კურორტს. ჩვენთან პაციენტი მოდის
პირველ რიგში ხდება მისი გამოკვლევა ექიმის სპეციალისტის მიერ, შემდეგ ხდება შესაბამისი გამოკვლევის ჩატარება, ეს იქნება ბიოქიმიური, ლაბორატორიული, აპარატურული გამოკვლევა და ეს ჩვენ მაღალ დონეზე გვაქვს დაყენებული უახლოესი სამედიცინო აპარატურის საშუალებით. შემდეგ უკვე ექიმი თერაპევტი, კურორტოლოგი შეარჩევს ამ პიროვნებისთვის შესაბამის მკურნალობის სქემას, რომელიც მოიცავს როგორც მინერალური წყლის სხვადასხვა პროცედურებს და მინერალური წყლის სხვადასხვა პროცედურები ეს შეიძლება იყოს ზოგადი აბაზანა, შეიძლება იყოს წყალქვეშა მასაჟის პროცედურა, შეიძლება იყოს სხვადასხვა სახის შხაპები, ეს იქნება აღმავალი, ცირკულარული, შარკოს შხაპი, ამავე დროს შეიძლება იყოს გამორეცხვები, ნაწლავის გამორეცხვები, ჰიდროკოლონოთერაპიის პროცედურა, რექტალური შხაპი, ამ დროს გინეკოლოგიური ვაგინალური გამორეცხვები, ეს რაც წყალს შეეხება. ამავე დროს ტალახის გამოყენება, ზოგადი საერთო ტალახის აბაზანის ან ტალახის აპლიკაციების საშუალებით. შემდეგ არის პარაფინოთერაპია, რაც მთავარია ძლავრი ფიზიოთერაპიული განყოფილება სხვადასხვა ფიზიოთერაპიული აპარატურით. ამას გარდა ყავს ძალიან გამოცდილი სამკურნალო ფიზკულტურის და მასაჟის დარგში ტარდება მასაჟი როგორც კლასიკური, ასევე ტაილანდური, პლანტარული, წერტილოვანი და მრავალი სხვა სახის. გარდა ამისა, ჩვენ ვცდილობთ ჩვენი პაციენტები ძალიან ესეთ ყველანაირი კომფორტი შეუქმნათ, რა თითქოს კურორტში არიან. იცით, ძალიან რთულია ჩვენთან, როდესაც პიროვნება კურორტზე მიემგზავრება, მას აქვს შესაბამისი პირობები, თუნდაც საცხოვრებელი, გარემო და საცხოვრებელი. ჩვენთან ის მომსვლელია, თქვათ, პროცედურას ის ღებულობს, შემდეგ ბრუნდება სახლში და ცოტათი ეს ცოტა დამტვირთველია, მაგრამ იმედია, რომ მომავალში უნდა გეგმაშია გაფართოვდეს თვითონ კურორტის შენობა, შეიქმნას სასტუმრო განყოფილება, სადაც უკვე ჩამოსული პაციენტისთვის შესაძლებელი იქნება უკვე მიიღოს შესაბამისი სასტუმრო. როდის გეგმავთ? ახლო მომავალში, რადგან უკვე გეგმა შედგენილია და მშენებლობის რაღაც დეტალები უკვე გამოისახა. დიახ, კარგი და ფიქრობ ძალზე მნიშვნელოვანია ის, რომ ეს გახლავთ სარეაბილიტაციო დაწესებულება და მოდით მსმენელს ავუხსნათ, რაში მდგომარეობს რეაბილიტაცია, რას მოიცავს რეაბილიტაცია. რეაბილიტაცია ეს არის ადამიანის ორგანიზმის აღდგენა რომელიმე დაავადების შემდეგ, გადატანის შემდეგ. და ჩვენ არ გვისაუბრია რომელი დაავადებების მკურნალობა შესაძლებელია ჩვენს დაწესებულებაში. პირველ რიგში ეს სამკურნალო ფაქტორები გამოიყენება საყრდენმა მოძრაობელი აპარატის, პერიფერიული ნერვული სისტემის, გულსიზარდას სისტემის, საჭმლის მომნელებელი სისტემის, კანის დაავადებების, ამავე დროს ზოგიერთი ენდოკრინული დაავადების სამკურნალოდ. კარგით, ჩვენ ამ თემებზე დეტალურად ვისაუბრებთ რეკლამის შემდეგ, ასე რომ დაგველოდეთ. დილის სამინისტრო რადიო იმედზე. კვლავ მოგესალმებით, სტუმართან ერთად დაგიბრუნდით თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტზე, ბუნებრივი გოგირდოვანი მინერალური აბაზანები, სამკურნალო ტალახის პარაფინის აპლიკაციებით, ფიზიოთერაპიული პროცედურებით, წყალქვეშა მასაჟებით და კვალიფიციური სამედიცინო პერსონალის მომსახურებით, მთელი რიგი დაავადებები ინკურნება. დღეს ჩემი სტუმარია ექიმი, კურორტოლოგი, მედიცინის აკადემიური დოქტორი მანანა ტაბიძე. ქალბატონო მანანა, ჩვენ გადაცემის პირველ ნაწილში უკვე ძალიან საინტერესოდ ვისაუბრეთ, ძალიან ბევრ თემაზე ვისაუბრეთ, თუ რა სერვისებს თავაზობს, რა მომსახურებებს მომხმარებელს ბალნეოლოგიური კურორტი და საინტერესოდ იმაზე შევჩერდით, რომ აქ ძალიან ბევრი დაავადება ინკურნება და მოდით კიდევ ერთხელ შევახსენოთ მსმენელს ეს ჩამონათვალი და შემდეგ ვფიქრობ ჩვენ გვაქვს იმის დრო, რომ დეტალურად ვისაუბროთ ამ ყველაფერზე. მოგახსენებთ, რომ თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის ბაზაზე ძირითად
ძირითადი კონტინგენტი ეს არის საყრდენ მამოძრავებელი დაავადებების მქონე პაციენტები, კერძოდ ეს იქნება სხვადასხვა ტიპის არტროზები, არტრიტი, ხერხემლის ოსტეოხონდროზი, თავისი გამოვლინებებით, პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადებები, როგორიც არის რადიკულიტი, რადიკულოპატიები, ოსტეოხონდროზის შემდგომი გართულებები, პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადებების გარდა, ცენტრალური ნერვული სისტემის მხრიდანაც შეიძლება ზოგიერთი დაავადების მკურნალობა. ამავე დროს ძირითადი წამყვანი მნიშვნელობა აქვს საჭმლის მავნებლების სისტემის დაავადებების მკურნალობას, როგორიც იქნება გასტრიტი, ქრონიკული გასტრიტი, ქოლეცისტიტი, ქრონიკული კოლიტი, გაგზავნილი ნაწლავის სინდრომი და ასე შემდეგ არ მოვაწყენ თავს ჩვენს მსმენელს გულსისხლთა სისტემის დაავადებების მხრიდან, ჰიპერტონული დაავადება, ჰიპოტონური დაავადება, ქრონიკული გულის ისემიური დაავადება, რა თქმა უნდა, არაშორსასრული ფორმის, თქვათ, პირველი, მეორე სტადია დაავადების, რა თქმა უნდა, განსაზღვრული სტადიებით, რომელსაც თვითონ ექიმი განსაზღვრავს უკვე ავტოფის მდგომარეობიდან გამომდინარე, ამავე დროს ენდოკრინული დაავადებები, კანის დაავადებები, როგორც არის ფსორიაზი, ნეიროდერმიტი, ალერგიული დერმატიტები, ეგზემა, უროლოგიური და გინეკოლოგიური დაავადებები და სხვა მრავალი, რაც მთავარია, მკურნალობის გარდა ჩვენ ვართ ძალიან მძლავრი სარეაბილიტაციო დაწესებულება, რადგანაც ძალიან ბევრი დაავადება, რომელიც წავედ მიმდინარეობდა, დამთავრდა, მაგრამ სჭირდება მას შესაბამისი სარეაბილიტაციო საშუალებები და ყველა ის ჩვენი პროცედურები, როგორიც არის ტალახი, აბაზანა, წყლის პროცედურები, ფიზიოთერაპია, ეს ყველა ითვლება სარეაბილიტაციო საშუალებებად. საინტერესოა ისიც, რომ აი ბოლო პერიოდში ჩვენთან არის სიახლე ჩვენი ბალნეოთერაპიული განყოფილების ბაზაზე შვენიერი აუზი გვაქვს და უკვე დაიწყო ფუნქციონირება წყალქვეშა აერობიკის გამაჯანსაღებელმა ჯგუფებმა და ძალიან სასიამოვნო იქნება თუ ჩვენი მსმენელები გაითვალისწინებენ ამას, რადგანაც წყალქვეშა აერობიკა არის ერთ-ერთი სასიამოვნო და ამავე დროს სამკურნალო გამაჯანსაღებელი პროცედურა, რომელიც საჭირო არა მარტო ჯანმრთელი პიროვნებებისთვის, არამედ ზოგიერთი დაავადებების საპროფილაქტიკოდაც. რაც მთავარია, თვითონ ჩვენი შენობა ძალიან კომფორტულად არის, ესე იგი დედაქალაქის ცენტრში, მისადგომად ადვილია. თქვენ იცით, რომ გადატვირთული სატრანსპორტო საშუალებების გამო ქალაქში მოძრაობა გაზნელებულია და ჩვენთან ეს პრობლემა მოხსნილია, რადგანაც თითქმის ზოგჯერ მნიშვნელობა აქვს სატრანსპორტო საშუალებას როგორ დააყენებს ჩვენთან მომსვლელი პაციენტი და ჩვენთვის ხელსაყრელი პირობები არსებობს ჩვენი პაციენტებისთვის. ამავე დროს მინდა აღვნიშნო, რომ ბოლო პერიოდში მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ 80 წლის ძალიან დიდი ისტორია გვაქვს სამკურნალო, როგორც სამკურნალო პროფილაქტიკური ცენტრისა, ძალიან ბევრმა ბოლო პერიოდში საერთოდ არ იცის, რომ თბილისის ცენტრში, აბანო თუბანში არსებობს ასეთი ძველი ისტორიული დაწესებულება, როგორც არის ბალნეოლოგიური კურორტი, რომელსაც შეუძლია დიდი შვება მოუტანოს სხვა დაავადებების მქონე პირებს და რაც მთავარია, ახალგაზრდობამ არ იცის, რომ არსებობს ასეთი დაწესებულება. ძალიან ხშირად გამიგია თუნდაც ხანშესულებისგან, თქვენ რა ისე ფუნქციონირებთ? თუმცა მან უკაცრავად გაწყვეტინებ ჩვენი მსმენელი ძალიან დაინტერესდა ამ თემით, შეტყობინებები მივიღეთ. აი წერს მაიკო რუსთავიდან, რა ასაკიდან ბავშვებისთვის შეიძლება ბალნეოლოგიური მკურნალობა და თუ შეიძლება გავცეთ პასუხი? ასაკს განსაზღვრავს პედიატრი, რა თქმა უნდა შეიძლება პატარა ბავშვებისთვის ჩვენთან ძირითადად
ალბათ 3-4 წლის ასაკიდან, როდესაც უკვე შეიძლება ძირითადად კონტინგენტი არის ბავშვების, რომლებსაც აქვთ ან სკოლიოზი, ან ისე ნარჩენი მოვლენები, სამშობიარო ტრავმების, როდესაც მათ სჭირდებათ კორეგირება, ან და თუნდაც სამკურნალო მასაჟის პროცედურების ჩატარება, ზოგჯერ ფიზიოთერაპიაც, მაგრამ როგორც ესეთი აბაზანების მიღება, რა თქმა უნდა, პატარა ბავშვებისთვის ალბათ სადღაც 10 წლის შემდეგ მისაღებია. თუმცა ამას ჩვენი გამოცდილი ექიმი პედიატრი თვითონ განსაზღვრავს რა შემთხვევაში როგორ, იმიტომ რომ ასე კონკრეტულად გასაგებია. გვწერს ნათელა ხაშურიდან სეზონურად მუშაობს ბალნეოლოგიური კურორტი თუ წელიწადის ყველა დროს. რა თქმა უნდა, წელიწადის ყველა დროს, ვინაიდან ჩვენ არანაირი პრობლემა არ აქვს, არც გათბობის მხრივ და არც სიცხის ან ძალიან კომფორტულია. კომფორტული, რა თქმა უნდა. ეს არის ძველი დიდი შენობა, ფართე, ძალიან საინტერესო არქიტექტურით, ის უკვე ისტორიულ ძეგლის სიაში არის შეტანილი და ამავე დროს ძალიან კომფორტული და რაც ვთავარებ ძალიან შრომის მოყვარე და ძალიან ესეთი კოლექტივი, კეთილმოსურნე კოლექტივი, რომელიც ცდილობს ყველა ჩვენ მომსვლელ პაციენტს შესაბამისად დახვდეს. დიახ, და კიდე საინტერესო შეკითხვა, რა ამაზი თბილისიდან ემსახურებიან თუ არა ბალნეოლოგიურ კურორტში ტურისტულ ჯგუფებს, როგორ ხდება უცხოელი სტუმრების დახვედრა? საინტერესოა. ტურისტული ჯგუფები, როგორც ასეთ, ეხლა ჩვენ იდეაში გვაქვს რომ შემოვიდეს, მაგრამ ემპირიულად შემოდიან ტურისტები, შესაბამისად ყავს თარჯიმანი, რომელიც ემსახურება მათ და ისინი ძალიან ხშირად ღებულობენ ჩვენთან პროცედურებს, ზოგჯერ ინტერესის თვალსაზრისით, ზოგჯერ იმ პერიოდშიც მკურნალობენ, როდესაც ისინი იმყოფებიან ქალაქში. ჩვენ კონტაქტი გვაქვს, მაგრამ ტურისტული ჯგუფების შემოსვლა ძალიან საინტერესო იქნება თუ დაინტერესებული პირები იქნება. კი ბატონო, და კიდევ ძალიან მნიშვნელოვანი თემა, ელენე გვწერს თბილისიდან, არის თუ არა შეღავათები ზოგადად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის და რა სერვისებს თავაზობთ მათ? შეზღუდული, აი ჩვენთან ყველა პროცედურა შეიძლება ჩატარდეს ამისთან პიროვნებებისთვის, არის შესაბამისი შემოსასვლელი, ადაპტირებული მეორე სართულებსაც შეიძლება და ჩვენთან მოდიან და თავისი ეტლებით მკურნალობენ, ისე რომ ამის პრობლემა არ არის. დიახ, კარგით, და მოდით ახლა ისევ დავუბრუნდეთ სარეაბილიტაციო დაწესებულება, ანუ რას ნიშნავს ზოგადად რეაბილიტაცია, ეს ავუხსნათ ჩვენს მსმენელს, რა იგულისხმება, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია. რეაბილიტაცია თვითონ ეს არის მედიცინის დარგი, რომელიც ჩვენ უკვე აღვნიშნეთ, რომლის მოვალეობაც არის დაკარგული ფუნქციების აღდგენა, ეს ფუნქციები დაკარგულია სხვა დაავადებების ან ტრაუმული მდგომარეობის შემდეგ თუ რაიმე მიზეზის გამო. და სარეაბილიტაციო ცითრა ასე ცალკე გამოყოფა ყველა ის პროცედურა, რომელიც ჩვენთან ტარდება, ეს არის სარეაბილიტაციო სამკურნალო. თავისთავად ეს ამ შემთხვევაში ცალკე მცნებად ეს არ დაესახება მკურნალობა, რეაბილიტაციას ერთი პრობლემაა და საქმე რა შეიცით, ჩვენ როგორც სიტყვა კურორტიდან გამომდინარე, ჩვენ საერთოდ მეორე ეტაპს ვკურნალობთ დაავადებს. აი პირველი ვთქვათ, მწვავე პერიოდი ვთქვათ, პიროვნებამ გადაიტანა მიოკარდიუმის ინფარქტი. აი მეორე ეტაპზე სრულად დასაშვებია და უკვე შემუშავებულია რამდენი წლების მანძილზე შესაბამისი მეთოდიკები, როდესაც გამოწერილი ვთქვათ სტაციონარიდან შემდეგ შეუძლია მას გაიაროს მეორე ეტაპი სარეაბილიტაციო უკვე ჩვენი სამკურნალო საშუალებებით. იგივე არის, როდესაც ან მოტეხილობის შემდგომი პერიოდია, მწვავე პერიოდმა გაიარა შემდგომი პერიოდი, ან როდესაც არის სხვა თქვათ გადაიტანა სხვა ოპერაციები, იქნება კუჭზე, ნაღლის ბურჯზე, შემდეგ სარეაბილიტაციო თუნდა მეორე ეტაპზე ჩვენთან მოვიდეს. მით უმეტეს
როდესაც საყრდენ მომძრებელი აპარატის დაავადებებია და სხვა აი მწვავე რევმატული პროცესის შემდეგ თუნდაც მწვავე რადიკულიტის შემდეგ თავისთავად აუცილებელია მეორე ეტაპი აი ამ პროცედურებით ისე რომ აი ეს არის ჯაჭვი და საქმე რა შეიცით კლინიკებს გული გწყდება რაზე რომ აი კლინიკები არ აი ის კლინიკის ექიმები ფართოდ არ სარგებლობენ ჩვენი საშუალებებით მათ თავისუფლად შეუძლიათ თავისი გაწერილი ავადმყოფები გადმოამისამართონ და შევამისცენ რომ ჩაეტანონ სარეაბილიტაციო საშუალებებით მკურნალობა მაგრამ იცით რა შეესაბამება გულსატკენის არის რომ აი მე ისე ვიმეორებ რომ ფარმაცევტულმა პრეპარატებმა იმდენად ცუდი როლი ითამაშა აი ამ რომ ჩაანაცვლა ყველაფერი და ამას რაღაც სხვა და ქალბატონმა სამწუხარო ძალიან ბევრი დრო აღარ გვხვდება და იყო პერიოდი როდესაც საზოგადოების გარკვეულ ნაწილს ჰქონდა ესეთი ინფორმაცია რომ ბალნეოლოგიური კურორტი აღარ ფუნქციონირებს თუმცა ბალნეოლოგიური კურორტი ფაქტია რომ ფუნქციონირებს და საკმაოდ კარგ სერვისს თავაზობს სერვისებს მომხმარებელს და რა მოხდა რატო იყო ასეთი ინფორმაცია და რა ხდება დღეს კიდევ ერთხელ ბოლოს უთხრათ ჩვენს მსმენელს. იცით 90-თიანი წლების შემდეგ აი საერთო ძიმე სიტუაციამ თანდათანობით შეამცირა ჩვენთან მოსვლელი კონტინგენტი. შემდგომ საქმე რა შეიცით ჩვენ ყოველთვის მუშაობდით სამეურნეო ანგარიშზე ჩვენთან ფასიანი მომსახურება მაგრამ ეს ფასიანი მომსახურებაც აი კონტინგენტისთვის ვინ ჩვენთან მოდიდა ცოტა დამტვირთავი დარჩა ამასაც ჰქონდა მნიშვნელობა და შემდგომ ალბათ რეკლამა მიცით ჩვენ არ ვცდილობდით ალბათ ძალიან წარმოგვეჩინა ჩვენი თავი გვეგონა რომ ჩვენი მუშაობით ჩვენ საქმეს კეთილსინდისიერად ვასრულებდით და მე მგონი რეკლამის სიმცირემ გამოიწვია ჩვენი ასეთი დავიწყება. კარგით, გასაგებია და სამომავლო გეგმებზეც მინდა ვისაუბროთ. სამომავლო გეგმები რაღაც ჩვენ ძალიან დიდი იმედით ვართ, იმიტომ რომ მაინც ცოტა შეიცვალა მენეჯმენტი და იმედი გვაქვს რომ უფრო სწორად დაპირებები ახალი მენეჯმენტიდან რომ ფართოდ ჩატარდება სამშენებლო სარეაბილიტაციო საშუალებები შეიცვლება ვთქვათ ახალი აპარატურით ზოგიერთი მოძველებული აპარატურა რომ გაფართოვდება შენობა რომ აი ზუსტად სასტუმრო აშენდება და ალბათ კონტინგენტიც გაიზრდება ჩვენთან და ალბათ პოპულარიზაციაც დარწმუნებული ვარ რომ კონტინგენტი გაიზრდება იმიტომ რომ მართლაც ძალიან ბევრ სერვისს ძალიან კომფორტულ გარემოს სთავაზობთ თქვენ მომხმარებელს და რაც მთავარია აქ მუშაობენ პროფესიონალები. კარგი, ძალიან დიდი მადლობა. ჩემი სტუმარი იყო ექიმი კურორტოლოგი მედიცინის აკადემიური დოქტორი მანანა ტაბიძე. მე გისურვებთ წარმატებებს ქალბატონო მანანა და გადაცემის ბოლოს მსმენელს მინდა ამ კვირის აქტიური ვაკანსიები შევთავაზო. ეს ყველაფერი რასაკურველია ხდება რადიო იმედში ჩვენ დაგეხმარებით მოძებნოთ თქვენთვის სასურველი სამსახური ყოველს ვინც სამსახურს ეძებთ და მათაც ვისაც კვალიფიციური კადრი გჭირდება ჩვენ დაგეხმარებით მოძებნოთ ერთმანეთი რაც შეეხება ვაკანსიებს ეს გახლავთ კოლ-ცენტრის ოპერატორი MDF-ის კარების წარმოების უფროსი, საწყობის მენეჯერი, დურგალი, რიცხვითი პროგრამული მართვის ჩარხის ოპერატორი, წარმოების პროგრამის ოპერატორი, ვაკუუმ წნეხის ოპერატორი, ლამინირებისთვის 4-მხრივი სარანდი ჩარხის ოპერატორი, ინტერიერის კარების დიზაინი, კარების მღებავი, ინტერპრეს ნიუსის რედაქტორი, klienta მომსახურების ოფიცერი, საოპერაციოში სანიტარი, სართულის სანიტარი. დარეკეთ ნომერზე 2-95-78-95 გითხარით თქვენთვის მისაღები ვაკანსია, დაგვიტოვეთ პირადი ინფორმაცია და ჩვენ დაგეხმარებით მოძებნოთ სამსახური კონკრეტული ვაკანსიების სანახავად ეწვეთ ჩვენს ოფიციალურ ვებპორტალ იმედი FM და Facebook-ის გვერდს და ეს ყველაფერი რასაკურველია აქ რადიო იმედში შეხვედრის ადგილი უცვლელია. მე დღეს ამით გემშვიდობები და წინასწარ მინდა ყველას მოგილოცოთ ხვალინდელი დღე, ხვალ 26 მაისია. ჩვენ საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღეა. არაერთი ღონისძიება გაიმართება თბილისის და მთელი საქართველოს მასშტაბით. ასე რომ ქალბატონო მანანა მივულოცოთ ხვალინდელი დღე ჩვენს მსმენელს ერთად და ვუსურვოთ ქვეყანას რასაკურველია
ყველაფერი საუკეთესო, წინსვლა, განვითარება. იმედი მაქვს. კარგით. ძალიან დიდი მადლობა. მე გემშვიდობებით, ჩვენ ერთმანეთს შევხვდებით სამშაბათს. აბა, კარგად ნახვამდის. Tilis Saministro, Radio Imedze.